ისა სერგომენი აქ არის? ჰაი სერგომენ, რას მეღურებ? ვერ მიცანი? ვასიკომენი ვარ კაცო. მოიცა კამერამენი ჩართულია? მაშინ პლაზმამენი მაჩვენი ერთი ნიუსმენი უნდა წავიკითხო. ჩართე? გმადლობ. გორში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციამ დროა წამოიწყო კამპანია საგზაო წესების დაცვის დრო. მძღოლებისთვის ზებრა უფრო თვალსაჩინო რომ გაეხადათ, დროასევრებმა ის გააფერადეს. ამას გარდა, ამაზონიდან გამოიწერეს ზებრის ფორმა, ამის შემდეგ კი ქუჩებში ახალი სუპერგმირი, ზებრამენი გამოჩნდა, რომელსაც უნიკალური სუპერძალა აქვს. ქვეითად მოსიარულეები გადაყავს ზებრას. და ჩვენიერი წამოწყება. ყოველ შემთხვევაში გორში 135 წლის წინ რომ გამოჩნდა სუპერმენი, იმაზე სასიკეთო საქმეს კი აკეთებს, გეტყვით. მინდა გითხრათ, რომ ძალით იმაზე ნაკლები კი არ არის, სხვადასხვა. აბა ხა თქვენ წარმოიდგინეთ, რა არაბუნებრივ ძალას უნდა ფლობდნენ, რომ ზებრას ფორმა გეცვას და მძღოლებმა ზედ არ გადაგიარონ. მაგრამ მე მაინც გონია, რომ ერთი ზებრამენი ცოტა ამ ხელა პრობლემისთვის და კარგი იქნება გორელ სუპერმენს სხვებიც თუ მიბაძავენ სამოქალაქო სექტორიდან. მაგალითად, ერთი არანაკლები სუპერმენი ვიცი. თაზე რომ ზის და ხან დემოკრატიის ჟანგბადს გამოხობს და ხანაც საეჭვო განცხადებებს ლარის სიჯანსაღესა და გიორგი ხადაგიძის მერდემონობას. თან იმასაც ცხოველების ფორმის ახლა ამოზინიდან გამოწერა არ დაჭირდეს რა. მოიცით ხო? აი ის თუ ჩაერთო მაგ აქციაში. მაშინ კი მოედებიან საქართველოს ქუჩებს პინგვინმენი, ჟირაფმენი, სპილმენი, სპლიყვმენი, დღნაჩმენი. დაემოედონ, მოედონ, ამინ. თუმცა სიმართლე გითხრათ, მაინც არ ამგონია ახლა ამ პრობლემას მანამდე ეშველოს, ვიდრე ფეხოსანთა გადასასრულებთან ორი ზვიგენმენი არ დაჯდება და ურჩ მძღოლებს არ დატუქსებს. ზებრამენს ეკითხებიან, რა ქენი მიაღწია წარმატებას სამოქალაქო თვითშეგნების ზრდის საქმეშიო და ზებრამენი კიდევ პასუხობს, კი, ოცნების ყველა წევრი გზას მითმობს.